ნოდარ წულეისკირი, დავით აღმაშენებლის ქვა. მონაწილეობენ გიზო სიხარულიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ტარიელ საყვარელიძე, ლეო ფილფანი, ლეო ანთაძე, რევაზ თავართქილაძე, გურამ ხურცილავა, თემურ ნაცვლიშვილი, სლავა ნათენაძე, სოსო ხაინდრავა, უშანგი კაპანაძე. რეჟისორი ზურაბ კანდელაკი. ხმის რეჟისორი რომეო ტერგრიგორიანი. მუსიკალური განფორმებელი ლალი სეთურიძე. რადიო დადგმა ჩაწერილია 1988 წელს. შეწევნითა ყოვლად სახიერი საღმრთი საითა და მადლითა ყოვლად წმიდი საღმრთის მშობელი საითა და მეოხებითა შესავედრებელისა ჩემისა წმიდისა შიოისითა მიეცინ სინტკიცე ეკლესიასა ჩემიერ ახშენებულსა. და თქვენ შემდგომად მომავალნო მეფენო მოიხსენეთ ვედრით ჩემი და ნუოდეს დამივიწყებთ დავით ნახევდით გულს მოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიას და ნუოდეს ვის გაარყვნევთ კვლამას დიდებულსა ლავრასა. გამარჯობა შენ. ნოეხარ გაგიმარჯოს. რა გინდო დაკეთ? თხა და მეკარგა ტურის შესაჭმელი. თეთრი თხა. ხომ არ შეხვედრია? არა. არავინა შინ ჩაიშია ყველა. პანტე. შენთან საქმე მქონდა. კარგია რომ შეხვდი. მითხრეს ოხვა მეკარს დარაჯობსო. კი. გაძლევენ მერე რამეს? აბა. აჩქარდი შენ პანტე. გაცხარდი და შეცდომა ჩაიდინე. სკოლის მიტოვება ახლა შეიძლებოდა. პირდაპირ მითხარი პანტე, ხომ ნანო? არა. ნუ გცხვენია. აწიც არ არის გვიან, რომ იცოდ. თუნებას მომცემ, ხვალვე ვეტყვი დირექტორს. განათლების განყოფილებაში წავალ და ხვალვე დაგაბრუნებენ. ეს მარტო ჩემი აზრი კი არ არის. აბა კიდევ ისია. რა გაცინებს? სკოლა არ უნდა მიგეტოვებინა. მე შენ უფრო ვაშკაცი მეგონე, რაც მართალია მართალი. ხო, კაი. კარი გაცხარ შენო და განევე თავი მაგას. ძველიარებს ნუ გამიხსნი. შენის მითხარი ახალი რა არის სკოლაში? ხომ არავინა ახლა აქ. გულახდილად მითხარი. რატომ წამოხვედი სკოლიდან? იცი შენ ჩემი წამოსვლის მიზეზი და რა გინდა ხელახლა ძიება? არა, არ ვიცი. რა მოხდა ისეთი? ერთი ქულით ნიშანი აუწიო გთხოვეს. ატესტატი უფუჭდებოდა ბავშვს. არ იყო ეს დიდი ცოდვა, არა. აბა მადლია? ნოე შენ ამბობ ამას. აი რატომ წამოვედი სკოლიდან? ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება იქ, ვისაც ნამდვილი ამზრდელი სინდისი გააჩნია. ასეთ სკოლაში მუშაობა არ შემიძლია. ყმაწვილი მოსწავლე აღარაა. განებივრებული, ზარმაცი და უსაქმურია. სწავლა არ უნდა, ყანაში მუშაობა არ უნდა, გაკვეთილს კითხავ და არ იცის, დატუქსავ, შეარწმენ კლასის წინაშე, შედეგი არ არის. მშობელს დაიბარებ, არ მოდის ბატონო. სახლში მიაკითხავ, გემალება მშობელი. მერე მთელ რაიონში ცნობილ პატიოსან კაცს გიგზავნის მოციქულად ჩემს შვილს როგორმე ნიშანი აუწიო. ამასაც არ გაკმარებს და რაიონში უფროსობას აწუხებს. იქედან კი საყედურობენ, ბავშვებს ვერ უვლითო. კარგი ახლა, კარგი, ნუ იცი შენ გაზვიადება.
არავის დაუძალებია ნიშანი გადაუკეთეო. უბრალოდ შემოგთავაზეს თუ შესაძლებელია ხელი წაუკრათ მეტი არაფერი. მეტი არაფერი, ხო? კლასში როგორ შევსულიყავი მერე? იმ ბავშვებისთვის, ვისაც სიმართლეს უკადაგებთ, სიწმინდეს ვასწავლი, თვალებში როგორ შემეხედა? ვერა ჩემონოი, ვერა. პანტე, მომისმინე. პედაგოგები ვართ ჩვენ და ხანდახან მოსწავლის აღზრდისათვის, მისი მომავლისათვის პატარა დათმობაზე კი უნდა წავიდეთ ხოლმე. რა დათმობაზე? რატომ უნდა წავიდე დათმობაზე? რას ნიშნავს ეს დათმობა? არ ეკუთვნის ხუთიან და დავწერო, ხო? ესე იგი, მოვატყუო დანარჩენი მოწაფეები, მთელი კლასი, მეგობარი პედაგოგები, უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ის ბავშვი აპირებს სწავლის გაგრძელებას, მთელი საზოგადოებას შეიყვანო შეცდომაში. არა, ჩემო ძმო, არა. ასეთი დათმობა მე არ შემიძლია. თუ საიმედო მომავალი თაობის აზრდა მართლა გწადია პირველ ყოვლისა, სკოლიდან უნდა გავაძევოთ სიცრუე. აღზრდის ყველაზე დიდი მტერი სიცრუე გახლავთ. სიცრუე. მერე თუ სკოლას მიატოვებ, როგორღა გააწევებ? არ შეიძლება შენის თანაპედაგოგი სკოლიდან წავიდეს. არა. ბავშვებს თავი დავანებოთ. მასწავლებლებს სჭირდებათ შენი რჩევა დარიგება. კარგად დაფიქრდი, პანტე, კარგად. მანკიერი თითო როლა, უმრავლესობა კარგია. კაი, სკოლა ჯანდაბას. ოჯახი როგორ ითმენს შენს უმუშევრობას? რა უმუშევრობას? რასამობ, ნოე, არ ცხენია? ხედაღამე მუშაობ მე. არა, ხელფასი რომ არ მიგაქვს სახლში, იმას გეკითხე. პენსია ხომ აქვს ყოფის. აბა იცი რას გეტყვი. ნუ გამამხელდა გამომგზავნე შენთან. ოღონდ შენ თხოვეო ასე მითხრეს, ჩვენი სახელი არ ახსენო და ვინ გამოგზავნა? რადგინდა ვინ გამოგზავნა? მიაფურთხე შმაგს და ხვალ ჩამოდი რაიონში. აბათ ხადამეკარგაო? რა ვიცი, პანტე, რა ვიცი. უცნაური კაცი იყავი ყოველთვის. ცოტა გვეშინია კიდეც შენი. თხა კი არა 1000 რაღაც მოვიგონე. ამას ვეტყვი, იმას ვეტყვი, მეთქი ვიფიქრე. დაუკვირდი. ერთხელ კიდევ დაუკვირდი, გთხოვ. აბა მე იცი რას გეტყვი, ნოე. ამ საყდრის ეზოს ხომ ხედავ? საღორეთ რო უქცევიათ მოკეიფეებს. ამას გაწმენდა და მოვლაპატრონობა უნდა. ამ ქვას ხომ ხედავ? იცი ამის ფასი. თუმცა რა ფასი დაედება ეს ხომ? დავით აღმაშენებლის ქვა. გუშინწი გადავგავე და გავასუფთავე აქაურობა, წუხელ ისევ გაუბინძურებიათ. პირუტყის გარდა ვინ იკადრებს ამას? მოიცა კაცო, სად მიდიხარ? დამანებით, აი, შენი ჭკუაზე მოყვანა არ იქნება. აღწევი ის. აი, ალბათ ისევ საქეიფოთ მოდი. ვიქეიფეთ, გაიხარეთ, ქვეკარგო დედმამისშვილებო. ვინ დაგიშლით? მაგრამ წინაპართა სულებს ნუ შეაწუხეთ. საფლავებს ნუ წაბილწა. ინტრიგანია ხომ იცი მაგი? აქეთ ცხოვრობს სადღაც. მივიდეთ და ვკითხოთ. ქვარი, სხვა ხომ არაფერი, ათუნდე კითხვა. მივიდეთ კაცო, მივიდეთ მეთქი გეუბნები. მაგის ყბაში მტერი ჩავარდა. რომ მიხვალ და კითხა უარესია თავს დაიფასებს. ქვა ტყეღრეში აგდია, რა შვაში აღვა პანტე ინტრიგანი. უკან მოგვატანებს იცოდე. შეუშინები ხარ მაგ კარაკუცას. რას გია მამადაინებს? ეს ეკლესია ხალხისა შემოუღობავს თავისთვის. ერთმა ინტრიგანმა მთელი სოფელი დაგიბრიყვათ. მოდი აქ, მოდი. მოდი როგორ მე მიწას მოვწყვიტოთ ჩაგირულია მიწაში. ძიმეცა და მიწაშიც ღრმაძის. რას გადააკვდა ამ ქვას? თურმე წერს, რაც პენსიაში გავიდა, დღედა ხამე წერს. საკუთარ შვილს ანდრის უჩივლა თურმე.
შვილს უჩივლავო. ღმერთო ჩემო, რას არ გაიგონებს კაცი. თუმცა დათიკო ვასილიჩს მაგი უარს ვერ ეტყვის. დათიკოს სახელს რომ უხსენებ, ჩაუვარდება კაბულა. მიდი. მაინც რამძიმეა. რომც დავაგორეთ, ამოღობეს რას უშვები. რას და უნდა გავხსნათ. ერთი თუ დაიძრა სულ რიხი ნიჩავა მანქანამდე. აბე ერთიც მოდი. გამარჯობა, ძველი, გამარჯობა. რაზე შეწუხებულ ხართ, ბიჭებო? დათიკო ვასილიჩმა გამოგზავნა. ეს თქვა მინდაო. უნდა წავიღოთ თუ დავძარით ადგილიდან, ამ ქვის აქედან წაღება არ შეიძლება. ხომ გითხარი? რატომ არ შეიძლება? ქვა, სხვა ხომ არაფერია. ეს ეკლესია კულტურის ძეგლია. ვისაც რა მოუნდება ის რომ წაიღოს, აქ არაფერი დარჩება. ეკლესიას ვინ რას ერჩის? ჩვენ ქვა გვინდა, ბატონო პანტე. ქვის წაღება არ შეიძლება სწორედ. ქვის. რატომ ბატონო? დირექტორმა იცის, ელაპარაკა ვასილიჩი. კითხე აგერ ბუჭოს. კი, ბატონო პანტე, იცის. მე მითხრა, მიეცით. ოღონდ პანტეს კითხეო. თქვენი შვილი ანდრეც იქეო. ვინ დირექტორმა გითხრათ? მეურნეობის დირექტორმა ჟორა ივანიჩმა. ვინ კითხავს მეურნეობას? ამას თავისი უფროსი ყავს. იმ უფროსაც ვნახავთ, ბატონო, თქვენ არ ხეინად იყავით. ვასილიც ვინ ეტყვის, უარს მთელი რაიონი მისი არ იყო, რომ დომოდა, თვალ წაიღებდა სახში ამ ეკლესიას. რად უნდა ეს თქვა მაინც? მარნისთვის უნდა. მარნისთვის? მაგიდის მაგივრად. 5-6 კაცი დაეტევა გაჭირებაში. იცით რა მარანია აქვს? ჩაულებრივი მაგიდის დადგმა არ ივარგებს იმ მარანში. ეს უბრალო ქვა არ არის, ვაჟო ბატონო. მარანში რო დავდგათ. ქვა, ბატონო პანტე, თლად ყრუები ჩვენც არ ვართ ახლა. ეს დავით აღმაშენებლის ქვა. ამაზე ძვირფასი აქ არაფერია. ვიღაცის რომა, რაღაცა რომა, იმიტომ უნდა სწორედ. ვასილიჩის მარანი, თქვენ მართლა მარანი ხომ არ გონიათ? მუზეუმში არა, იმდენი რამეები, რამდენიც იქა. ეს არის აღმაშენებლის ქვა? მეც გამიგია, აღმაშენებელმა მოიტანა ამ თაზეო. მოდით აგერ, მოდით. იმ სამრეკლოს ჩამონგრეულ სახურავს ხედავთ? იქიდანაა ჩამოვარდნილი. ეს ადგილი ჩვენ წინაპრებს წმინდა ადგილად მიუჩნევიათ ოდითგანვე. ადრე აქ წმინდა მუხამდგარა, რომელიღაც ღმერთის პატივსაცემად ოხვამე, სალოცავი ქონიათ. შემდეგ წმინდა გიორგის ეკლესია უშენებიათ, ახლა რომ დგას ის კი არა, დიდი ტაძარი ყოფილა, ასეთი ქვით ნაგები. ის წმინდა საყდარი ურჯულოებს დაუნგრევიათ და ცეცხლი წაუკიდებიათ. გადარჩენილა ეს სამრეკლო. ახლა რომელ საუკუნეში ცხოვრობთ? მე-20-ში ხო? 13 საუკუნის წინ მომხდარა ეს ამბავი. 13 საუკუნე ხუმრობა ხო არ არის? შემდეგში, როცა დავით აღმაშენებელმა დამპრობლები გარეკა, ბერებს მოუძებნია თავიანთი ძველი სამანე და მისი აღდგენა უცდიათ. თურმე თვითონ ეზიდებოდნენ კირს, წყალს, ქვას, ქვიშას, დუღაბს თვითონ ასხამდნენ და ქვებსაც თვითონ აწყობდნენ. ხელოსნები არ ყავდათ ქუძზე კაცი, მტერს ებრძოდა და ეკლესიებისთვის არ ეცალათ. სალაშქროთ მიმავალ დავით აღმაშენებელს აქ ჩამოუვლია. უნახავს საწყალი ბერები როგორ ეჭიდებოდნენ ამ ქვას. ჩამომხტარა ცხენიდან, ამოსულა ფერდზე, დაუვლია ხელი ქვისთვის, მაღლა აუტანია და იმ ადგილას, სადაც ახლა ქვა აკლია, შემოუდგია. ბერებს
მადლობა უთქვამთ დავითი კი ამხედრებულა თავის ბედაურზე ლაშქარს წინ გაძღოლია და თავისი გზით წასულა. ბერებს ქვა კედელში ჩაუშენებიათ, მაგრამ დუღაბი არ ქონიათ ძველებური და ქვა დროთა განმავლობაში კვლავ ძირს ჩაუვარდათ. საპრებისათვის გცალია ხა ჩვენ. თქვენ გონიათ მემცალია? ვინ დათიკო, ვინ ვასილიჩიო? თქვენ ვინ ახართ? ამდენს რომ გებოდიშებით. ხელი არაფერს ახლოთ. ეს ყველაფერი ხალხისა, უფრო ძვირფასი და ღირებული ვიდრე თქვენი მეურნეობა და საკონსერვო ქარხანა. გესმით თუ არა? აქამდე ვარ თქვენი ჭკუის სწავლებით. თქვენი წყალობით ყველაფერი გვესმის და ყველაფერი ვიცით. თუ გესმით და იცით, აქ საქურდავად რასინდისით ამოხვედით. მთელი სოფელი თქვენი არაა? ეს ერთი მტკაველი მიწა, ეს ძველი ეკლესია, ეს ქვა და ხედანებეთ წინაპრებს. საქურდო? უთხარი რამე, თორემ თვალებში სინათლე დავკარგე ბუჭო. მაგას რატომ კადროლობთ ბატონო პანტე? ჩვენ ქურდები არა ვართ. გამოგზავნეს და დავგექნა. როგორ თუ ქურდები არა ხართ? აბა მე ვიგონებ? ეს ქვა არ მიქონდათ სახში ახლა ამ წუთში? მომაშორე ბუჭო, ეს კაცი გეუბნები, მე შენ თორემ რა ხახმი არ დამაჭრა ბიძიკო ყურებზე. წავალ ახლა მილიციაში და სახალხო ქონების ქურდობისათვის ორივეს დაგიჭერენ. მაგაში ვერ გაჯობებს ვერავინ. გული არ გამიხეთქო, ქვის ქურდობისთვის კი არა, ოქროს ქურდობისთვის არ იჭერენ დღეს ადამიანს. წავიდა ბატონო ის დრო, შენისთანა შპიონები რომ პარპაშობდნენ. შენ გონია არ იჭერენო. არ მეკუთვნის ეგ სიტყვა თქვენგან და თუ ქურდები არ ხართ, აბა აქ ჩემს სანახავად ამოხვედით? არ გვინდა ეს ქვა ბატონო, მივდივართ. ხომ ხედავ, მივდივართ. თქვენ კი მიდიხართ, მაგრამ ქურდებს ასე გზაშარაზე რომ არ უშვებენ? ქურდიც ახარ, შპიონიც ახარ და ინტრიგანი. ქურდი ხარ და რა გიყოვი ბძია? პროფესორს ვერ დაგიძახებ. რაზე ეკწყინს, არ ვიცი. რაზე ეკწყინს? რას გიზამ, რომ იცოდე? კარგი, დაწყნარდი. ანტე მარმოქცა თქო, უთხრათ ვასილიც. ბოლოს და ბოლოს წერილობითი ნებართვა მოუტანა. მის. გამოდი კაცი. ეს ხრობელი. ეს ინტრიგანი, ეს სოფლის მუცუკი. წამოდი, დანებე თავი. როგორ ეწყინათ? ნამდვილი სახელი რო დაუძახე ერთიც და მეორეც როგორ აპილპილდა. ვინ არიან ესენი? თითქოს ქურდებს მართლა ვერ დაუძახებთ. ვერც იმას სიტყვით, რომ დიდ დანაშაულს ჩადიან და სახელმწიფო ზიანს აყენებენო. რა კარგად იქცევიან და რა სიკეთეს ჩადიანო, ამის თქმაც გაგვიძნელდება. მაშ ვინ არიან? ვინ? სახელად რა ქვიათ? ყაჩაღები? არა. უსაქმურები? არა. კეთილსინდისიერი მშრომელები? არა. ხულიგნები? არა. აი ასეთი უწყინარი. სულიერად დაკოდილია რომ მზადები უფრო საშიშნი და ვერაგნის ჩანან საზოგადოებისათვის, ვიდრე სისხლის სამართლის დამნაშავე. კი ბატონო, უბედურება ის გახლავთ, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების წიაღში წარმოიშობიან, ჩვენს ოჯახებში იზრდებიან, სკოლაში ჩვენ ვასწავლით, მე ვარ მათი მასწავლებელი. რატო მოხდა ასე? ეს არის მთავარი. ალბათ იმიტომ, რომ ეს ქვა ბევრჯერ დავანებე იმათ, ვერ გამოვიჩინე სიმტკიცე, სიამაყეს შევალახინე, ღირსებას შევაბღალინე და შედეგმაც არ დააყოვნა. ღირსება აყრილი, უპრინციპო თვითონ უზნეო მასწავლებელი, ვერ გაზრდის ნეკეთილთაობას, თუნდაც ამიტომაც ვერ დავანებებ ამ ქვას ვერავის. ეს უბრალო,
უტყვი ქვა ქვეყნიერებას მეც შეუბნება ვიდრე ზოგიერთი მეტყველი თანამემამულე. ეს ჩვენი ისტორია, ჩვენი საუნჯია. და თქვენ შემდგომად მომავალნო მეფენო, ჩემს ეკლესიასა და მონასტერს ანდერძით ამითა შეჰგვედრებ წინა შეღმრთისა შეკრებასა ჩვენსა. რომელ არ სირცხვილისა თანამდებად იხილნეთ ღმრთისა და ანგელოზთა მისთაგან, მოიხსენეთ ვედრი ჩემი და ნუოდეს დამივიწყებთ დავითს. ნახევდით გულის მოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა და ნუოდეს ვის გარყვნევთ ყოლა მას, დიდებულსა ლავრასა. შენს მოხვედი ნათელა? ალბათ მოსწავლე ვიყავდა ჩაიში. აშენეთ ალბათ ქვეყანა. აგ უსაქმურ საქმეს გერჩია ძროხა მოგეწულა დროზე. გასკდა ბღავილი გაუშრა რძე. ხომ ხედავ სულ დაღამდა. რაფერ მოწველი ახლა ამ სიბნელეში? ავანთებს სანთელს და არ იქნება სიბნელე. ხელს გადავიბან ერთი და შენ ხბო გამოუშვი. ჩვენი ოჯახი ახლა ოჯახს გავს. ძროხა მოსაწველია. ხომ გესმის ღორი როგორ ჭყვირის საღორეში ამ ქათმებს და ინდაურებს ხო ხედავ? თვრალები ვიდაბორიელობენ, აღარ იბუდებენ. შიათ ბატონო, შიათ, იქნება წყურიათ კიდეც. ვინ არის პატრონი? გეკითხები, რადებს იქ ბრძოლიძირას? რადებს და სკამიდებს, რა მოხდა მერე? არაფერი არ მოხდა, აბა არ შევიტანოთ სკამიში. ვინ ამბობს მაგას? პანტე რა მოგივიდა კაცო? მართლაც უდაბერდი? დაუბერდი, ხო, დაუბერდი ბატონო. ეს წიწილები გარე-გარე რომ დაწანწალებენ, პატრონი არ უნდათ ამათ? ინდაურის ჭუკები რამდენ ხანი არ დაგითვლიათ? კარგი პანტე, გული ნუ წაირე. ჩვენ მოსამსახურე ხალხი ვართ, ჩვენი ბავშვები ყავს. ოჯახში ბევრი საქმეა. ფეხი-ფეხ გადადებული შენი ცოლი არავის უნახავს. თეატრში მიარ დავდივარ და კინოში. ვერ გაწვდი ყველაფერს ალბათ. მეც იმას გეუბნები, რომ ვერ გაწვდი. ახალგაზრდებმა კეთილი ინებონ და დაგვეხმარონ. ახალგაზრდები მუშაობენ, ცხვირით მიწას ხნავენ და მეტი რა ქნა. კი, მუშაობენ. კი, ისინი ამორჩეული რძალი მაინც დღე და ღამეს ასწორებს. ბავშვებს დაათრებს თელი დღე კატის კუნტებივით. იმათაც ერულის ხეირიანად. რეზოს 38-ზე მეტი აქვს სიცხე. რატო მოუკვდა ბებია? წადი აუში ხმო და მოწველი იმოხერს. ნელი, გამომხედ ერთი რა სჭირს ბავშვს? აწირ, რაფასი აქვს მოწველი თუ არ მოწველი? აბა ასე ვიდგეთ და ვიდაოთ დილამდე. გასაკვირია შენი საქმე ღმერთმანი. მეც მაგას გეუბნები, რომ გასაკვირია. შვილები ვინც ვარგო და აქეთ-იქით გამიფანტე. აი ჩემი ანდრიო და შენი ანდრი. შინის არვაგა და გარეთ. მონასავი დაძდებს უფროსებს უკან. ცოლი მოიყვანა და კუტივით სულ ოთახში ზის. შვილები გააჩინა და უდღეურებია. არ გწონი ანდრიზე მაგას რომ ამბობ? შენ გონია ნერვები მიარა მაქვს, მაგრამ ვითმენ. დღეს ერთი ლუკმა არ ჩამსულია პირში. 4 გაკვეთილი ჩავატარე. მერე თათბირი გქონდა და იქ ვიჯექი 1 საათი. მერე კიდევ ბავშვები წავიყვანი ჩაიში. შინ მოვედი და მეჩხუბები. შენ გეჩხუბები ვითომ? დაწყნე, თოლიკ. დაწყნე. აგერა, ჩემი ბიჭიც მოდის. საღამომშვიდობისა. მამა, ერთი წუთით წამოშენს ოთახში. საქმე მაქვს. ღმერთმა მშვიდობა მოგცე შვილო. მერე დედა შენი მიხედავს ამ საქმეს? თქვენ ტკბილად იყავით და რა მეფრად მივხედავ.
მამა რატომ არ მიეცი იმათის თქვა? ეზოს სიცხე აქვს. ხომ არ დაგავიწყდა დათიკო ვასილიჩი ვინ არის, ა? ის თქვა დათიკო ვასილიჩს უნდა მისცე მამა, სხვა გზა არ არის. არ მესმის რა ქვაზე ლაპარაკობ. ახალი წლიდან დირექტორის მოადგილის შტატი გვექნება. 20 მანეთი მომემატება, გესმის? რა შუაშია ქვა? ჩვენი დირექტორი დათიკო ვასილიჩის დანიშნულია, ხომ იცი შენ? ერთი სიკვდილი გავათავებ, ბიჭები ხელცარიელი რომ დაბრუნდნენ. პანტემ კინაღამ დაგხოცავ, ასე უთხრეს დირექტორს. მინდორში რამდენი ქვა აგდია, იმის აღრიცხვა და შენახვა რა ჩვენი საქმეა, მამა? ის ქვა სხვა ქვა. მართალი ხარ ხო, კარგი, მართალი ხარ, გეთახმები, ჩვეულებრივი ქვა არ არის, მაგრამ მამა ხარ და ჩემს მდგომარეობაში უნდა შეხვიდე. თუ შენებურად კრიჭაში ჩაუდგები ჩემს დირექტორს დათიკო ვასილიჩს და სხვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე დირექტორის მოადგილეობას დავკარგა. რატო დაკარგა? როცა ადამიანი სიკეთეს გიკეთებს, შენ სიკეთით უნდა გადაუხადო. დირექტორი კარგი თვალით მიყურებს. რაიონშიც ყურადღებით მეკცევიან. შენ კი რა? შენი შვილის კეთილის მყოფელისათვის ქვა არ გემეტება. აი რატომ დავკარგავ? ნუ თუ ასეთ მნიშვნელობას აძლევენ იმ ქვას თუ შენ აზვიადებ. სწორედ რომ აძლევენ. დირექტორმა თქვა, ესო პრესტიჟის საქმეა. პანტე ისე იქცევა თითქოს ქვეყანა მისმეც არავის უყვარსო. სინამდვილეში კი ხომ ყველამ ვიცით პანტე ვინ არისო. მე შენ რა უთხარი? რა უნდა მეთქვა? შენ იქ იყავი, როცა ეს სიტყვები ითქვა? ოჰო, იქ ვიყავი. მოგდი გავთავდი კაცი რა. რა მქონდა სათქმელი. დათიკო ვასილიჩი იყო რაიონიდან ჩამოსული და კანტორის წინ ვიდექით. მე ვასილიჩი დირექტორი ვაჟო და ბუჭო. ვასილიჩი რაიონში მიდიოდა და იმას ვაცილებდით. მამა, შენ ჭირიმე ძალიან გთხოვ რა მამა. მაქვისთვის სოფელს ნუ ააწრიალებ რა. მთელს რაიონს ნუ გადამკიდებ. ის ქვა. დავით აღმაშენებლის ქვა, ბიჭო. ვიცი, მაგრამ დღეს 100-ია საჭირო. დღეს 100-ია საჭირო? რატომა ვითომ დღეს ასე საჭირო? რატომ მაინც და მაინც დღეს? ვითომ დღეს სხვა დღეა? ჩვეულებრივი ადამიანური ლაპარაკიც კი გადაგავიწყდა. რა გინდა დირექტორის მოადგილეობა, მთავარი აგრონომი ხომ ხარ? აბა, სულ ასე ვიყოთ? დედა პედაგოგი, მამა პედაგოგი, მეუღლე პედაგოგი, თვითონაც აგრონომი. ყველა რიგითი, ყველა ჩვეულებრივი და გაჭირვებული, ხომ? სულ მუდამ შთამომავლობიდან შთამომავლობამდე, არა? პატარა არ გამინძრე? დღეს დირექტორის მოადგილე ვიქნები, ხვალ დირექტორიზე შეიძლება რაიონში წამიყვანონ, მასე კიდევ რა ვიცი, მოიცა. გონს მოდი თავი არ გაიმასხარაო. თორე ზევით კი არა, ქვევით წავ. კარგი, ზევით არ წავა. მაგრამ დირექტორის მოადგილეობა ხომ შემრჩება. მაინც კარგია. ხელფასი მეტი მექნება. ასე ძალიან გინდა ბიჭო, მოადგილეობა. ძალიან მინდა, მამა, ძალიან მინდა. თავს მოვიკლავ ის ადგილი რომ დავკარგო. 5 წელიწადია ველოდები გესმის. ვასილიჩის სიძე ხომ იცი ვინც არის? სიძე არ არის ის. კარგი, დეიდაშვილის ქმარია და შენ რაც გინდა ის დაუძახე. იმიტომ მოსპო, იმიტომ გაანადგურა. ვითომ რა ობიექტური ვარ, ბიძასაც აღარ ვინდობ. აი მოსპობა, საკონსერვო ქარხნის დირექტორობა შენ არ მომიკვდე. დაჯექი. ფეხზე რაც გახარ. დაჯექი. გულწრფელად გინდა დაწინაურება. მინდა კი არა, ხამით მესიზბრება. ვითომ დირექტორის მოადგილე ვარ და კაბინეტში ვზივარ გამოჭიმური. თქვათ დაგნიშნეს დირექტორის მოადგილედ. შემდეგ დირექტორადაც დაგნიშნეს. რას იზამდი? რას ვიზამდი? აი, მამა, ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქავდით და ის იქნებოდა გესმის. ცოლშვილს ეგერ ლიკანში გაუშვებდი, ხომ ხედავ ბავშვების სულავად მყოფობენ. ამ სახს მოუმატებდი, ბატონო, აღარ აქვს ავიშენებდი სადმე. აი, აბა. დღედაღამე მეურნეობაში რომ ხარ. მთელი სოფლის საწუხარი რომ გაწუხებს. ეს ყველაფერი ტყუილია. რატომაა ტყუილი? თუ მეურნეობაში საქმე კარგად გვექნება, მომავალი წლიდან დირექტორის მოადგილედ აუცილებლად დამნიშნავენ. ცოლშვილსაც ლუკმაპური მოემატება. ასე უჭირს ახლა ვითომ შენ ცოლშვილს? უჭირს, აბა არ უჭირს, იცი ხალხი როგორ ცხოვრობს. შენ გადაყევი მაგოხამეკარს.
2 თვეა პენსია სახლში არ მოგიტანია. ნელი ბიულეტენზია, ისედაც 2 კაპიკი ეძლევა. ჩემი და დედა ჩემის ხელფასი კიდევ ვერ გაწვდა ყველაფერს, ბატონო. ნელის პალტო აქვს საყიდელი, ფეხზე არაცვია, ბავშვები სულავად არიან, აგარაკი სჭირდებათ. არ ვიცი რა სიტყვით, არ ვიცი. საშველი არ არის დეგა. შენი აზრით თელი შენი აწმყო და მომავალი ეკლესიის ელში რო ქვაგდია, იმაზე კიდი. ასე გამოდის. თანაც ჩვენ თვითონ უნდა გაუგზავნოთ. არა. თვითონ მოვლენ მაგისთვის ვინ შეგაწუხებს. ოღონდაც ეს საქმე არ გაახმაურო თუ გიყვარდი რა მამა, შენი ჭირიმე, ხომ იცი ხალხის ამბავი. 1000 კუც გამოაბავენ მაგას. თვითონ მოვლენ და წაიღებენ. სულაც დათიკო ვასილიჩი მოვა და თავისი ფეხით წაიღებს. ისე უკეთესი იქნება რა თქმა უნდა თუ ჩვენ გაუგზავნით, მაგრამ რა ვიცი. როგორც გინდა რა. მაინც რატო დაინტერესდნენ ასე ქვით? ეს რა ჩვენი საქმეა მამა? ჩვენ მივცეთ და ჯანტაბამდის გზა ჰქონიათ. რა მნიშვნელობა აქვს? აქვს ალბათ. თურმე დათიკო ვასილიჩი თავის ცნობილ მარანში ბუხარს აკეთებს. რა საჭიროა ბუხარი მარანში, მაგრამ ხალხს ქონი აწუხებს მამა, ფული აქვს და ბუხარს თუ უნდა ჭიშკრიდან გააკეთებს. ის ყო თურმე შიგნით ფერადია, იმ ბუხრის მოსაპირკეთებლად უნდა გონი, არ ვიცი. იმ გარე წარმა მითხრა? მარანში მაგიდის მაგივრად უნდაო? ვინ გარე წარმა? აი მან ვაჟვა თუ ჭადის ნატეხი. მაგიდის მაგივრათო? ქვას ვერ მოგცემთ. რავი, შეიძლება მართლა მაგიდა თუ რა ვიცი. ვაჟო მუკეთ არის ის. მოურავით მის სახშია დღე და ღამე. მე რაღაცას მოუყარიყური ის რას არწმუნოა. იცოდი რისთვისაც უნდა და იმიტომაც არ მივეცი. ის დავით აღმაშენებლის ქვა. კარგი, მამა, კარგი, გვეყოფა რაც გჭირს. გთხოვ, ძალიან გთხოვ, გემუდარები, თუ გინდა დაგიჩოკებ, რა უქნა მეტი. აჰა, დაგიჩოკებ. სუნთლად გაგიჟდი, ხომ? დაკარგე თავმოყარეობა სინთის ნამუსი. მომისმინე, მამა. არ ფსულს მოსვენა. მე გიგიქნა. ფშორდი. რა ამბავია, რა მოხდა ამერწუჩი? დავხუჭე თვალი და ყვირი. რა გაყვირებს, რა შეა საქმე? მომისმინე მეთქი, მამა, გეხვეწები, მომისმინე. რა მოგივიდათ, რა მოხდა? ცაცხვის ისტორია გამეორდება, იცოდეთ. ხო, მახსოვთ, ცაცხვისთვის რა გადავხდა? დედა იმდენ იჩივლა და ინტრიგანა, მაგან არიქა ცაცხვი მოჭრესო, მთელი ქვეყანა გადაიკიდა. ეკითხებოდა ვინმე, ჩინმედალი მისცეს მაგისთვის, ბუნტის კომაგი. ახლა ქვა აქვს ამოჩემებული. ქვა? რა ქვა? დავით აღმაშენებლის ქვაო, გაიძახის და არავის ანებებს. რაღაც ქვა აგდია თურმე იმ დასაქცევში. თანაც დათიკო ვასილიც უნდა. ის ქვა ისტორიული ქვა. მაგის სახლში წაღების ნება არავის არ აქვს. მორჩა და გათავდა. კი, მაგრამ კულტურის ძეგლი შვილზე უფრო გიყვარს. ჭერდი არამინდა არაფერი მაგას არ უყვარს. მარტო თავის ხელობა უყვარს, ინტრიგანობა. ანდრი დედა, ცუდად ხარ. ფერი წაგივიდა. რა ვქნა, რა მეშველება? რა ქვა ასეთი კაცო, რა გააჭირე საქმე? ვითომ შენს მეტი არავის წემს პატივს დავით აღმაშენებელს, არა ვითომ შენ ერთმა იცი ყველაფერი სად რა ქვადევს ამ სოფელში, სადაც ციხის ნანგრევია, ვინ ხარ შენ, ვინ ძეგლის მცველი ხარ, ძეგლს და დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ხარ, კულტურის განყოფილების გამგე ხარ თუ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, გამაგებინე, ვინ დაგავალა, ოხა მეკარის მოვლა. არც ერთი ვარ, არც მეორე, არც მესამე, მაგრამ იმ ქვას არ მოგცემთ. გითხარი მე შენ, გითხარი. არ მომცემ, იმიტომ რომ კარიერისტი ხარ შენ. ესეც ახალი ამბავი, კარიერისტი ყოფილა. რა, არ ხარ, პედაგოგობით ვერაფერს მიაღწია. ადმინისტრაციულ სამუშაოზე ვერ ივარგე, ბატონო. რა ადმინისტრაციულ სამუშაოზე? რა სკოლის დირექტორი ხომ იყავი? 6 თვეში ნიჩაბზე დაგსვეს. მე იყო და ბავშვებს ტყუილს ვერ ვეტყვიო. აი ჩემე და წამოხვედი სკოლიდან, ულუკმაპუროდ დაგტოვე მთელი ოჯახი. შენზე ნაკლები ვარდ და ტყუილს რომ ვამბობ, თუ რა გჭირდება ეს ტყუილი ოჯახისთვის, საქმისთვის, ადამიანისთვის და იმიტომ ვამბობ ტყუილს. ანდრი დედა, ამას რას ეხვეწები? მეურნეობის ხელმძღვანელები ხომ ხართ? ადექი და გაუგზავნეთ ის ქვა დათიკო ვასილიჩს. დაგვანებოს და გაუგზავნით, ბატონო. დაუკითხავთ რომ გაუგზავნოთ, მე ამას დააკავებ? იმ ცაცხვის და სკოლის გამო ხომ გახსოვთ რამდენი წერა? არა, მარტო ამას უყვარს სოფელი, როგორ გეკადრებათ?
სიმართლე გინდათ გითხრათ. არ გვინდა დედა, გვეყოფა, დაჯექი, ჩაი შემოგიტან. რა მოგივიდათ ამ საღამოს? სიმართლით მაშინებ თქვი? თქვი ბარემ ყველაფერი გულზე მოგეშვება, თქვი? შენი თავის მეტი არავინ არ გიყვარს. ეგოისტი ხარ. კარგით მეთქი ახლა. მოუკვდა პატრონი მაქვას. მაგისთვის იშლით ნერვებს, მიეცი და გაათავე. ვიდრე ცოცხალი ვარ. იმ ქვას ვერავის მივცე. ისე კი მეწოდება ჩვენი ვაშკაცი. ეშინია დათიკო ვასილიჩი, ჟორასი, ყველაფრის და ყველას. ეჩვენება რომ უფროსები არ ესალმებიან. უფროსმა ავითვალით შეხედა და რაც საკუთარი ლანდის ეშინია. სულ უკან წავიდა ეს ბიჭი. მლიქნელი და კარიერისტი გახდა. ასე მგონია მომიკვდა და სიმკვდარი მისვენია. ტიტუ რა მესმის? როგორ გამიმწარე სიცოცხლე, როგორ გამტანჯე. შვილია ანდრე შენი, უფროსი შვილი, ხომ არ გამიწყდება? როგორ იმედებ? გურკოჩია შრომელი გლეხკაცი ყოფილა. მუდამ თოხი და კომბალის ჭერია ხელში. ეკლესიის მიწები და ხვასტა გიებარა თურმე. ერთხელ სოფელში დამსჯელი რაზმი ჩამოსულა გურული ფირალების დასასჯელად. რაზმი ოხვა მეკარში დაბანაკებულა. აქედან გადადიოდა გურიაში, ფირალების სოფლებს აწიოკებდა და ისე უკან ბრუნდებოდა. გურკოჩიას საზარელ სურათს შესწრებია. რაზმელებს საყდარი უპატრონო გონებია და იქაურობა სასროლეთად გამოუყენებიათ. ერთი-ორჯერ უსვრიათ კიდეც საყდრის კარისთვის, როგორც სამიზნისთვის. მოვარდნილა გურკოჩია, აუტეხავს ყვირილი და რაზმელები კომბლი დაუფრენია, ამის პატრონი მე ვარო. გასულა ხანი, რაზმელთა მეთაურს ასის თავს, ოხვა მეკარში დასახლება განუზრახავს, სოფლის მამასახლის, ოხვა მეკარის ნანგრევები მიუცია. მაშინ იქ თეთრი ქვები ბლომად ეყარა თურმე. იმ ქვებთან ერთად დავით აღმაშენებლის ქვის წაღებაც მოუნდომებიათ. გურკოჩიას მამასახლისისა და ასის თავის კაცები კომბლით გაურეკავს, ეს წმინდა ადგილია, აქედან ფიჩხის წაღებაც არ შეიძლება. მამასახლისი ხლებლებიანად ამოსულა გურკოჩიას დასასჯელად. გადაუდექი ხომ სოფელს გურკოჩია. ერთხელ გაპატიეთ, ორჯერ გაპატიეთ. ყოველთვის არ მოიტანს კოკა წყალს. სოფლის საქმე სოფელმა უკეთიცის. შენ გეველებე ეს მიწა თოხნო და თოყნე. თავს მაღლან უსწე ვინდა ურივით. რა ამბავია მამასახლისო. რა გადაკრულად მელაპარაკები. რა ინდაური, არაფერი მესმის. სუდათ არის შენი საქმე იცოდე. და მე არაფერი დამაბრალ. რამ გაგაცეცხლა მაინც? ვითომ არ იცი. ვიცი, მაგრამ შენც ხომ იცი რომ ჩვენ საწყალი ხალხი ვართ. პაპა ჩემიც. იმის პაპაც და იმის პაპაც თურმე ამ ეკლესიას ემსახურებოდნენ. მე იმ ატყვალზე მივდივარ.
არსად არა გაქვს შენ წასასვლელი ჩვენს იქით. რატომ არ აძლევ ამ ქვებს ასისტავს პირდაპირ თქვი. მაგისათვის მიყვირი? მაგათ მე არაფერს მივცემ. ტყვიას ესვრიან აქაურობას. სამიზნედ აქვთ გამოყენებული. რუობ! რაგი შენთან სიტყვა არ სჭრის იძულებული ვარ კანონს მიმართო და კანონის ენით გელაპარაკო. ბრალდებულო გურკოჩია, შენთვის ხომ იყო ცნობილი, რომ ჩვენ სოფელში გადაწყვიტა ცხოვრება ასისტავმა? დიახ, იყო, მაგრამ ისიც ხომ იყო ცნობილი, რომ ჩვენ გვევალებოდა დავხმარებოდით ჩვენს მხსნელსა და მფარველს. ხომ გაგაფრთხილე არაერთხელ? დიახ, გამაფრთხილეთ. ყოველივე ამის შემდეგ ასისტავის კაცებს მაინც არ მიეცი ქვები. უმძიმესი დანაშაულით ჩაიდინა, ხომ ასია? დანაშაული? ქვა კი არ მივეცი, რაც მართალია. ეს დავით აღმაშენებლის ქვა არ შეიძლება ამის აქედან წაღება. საჩივარია შენზე შემოსული. მომეცი დაკ. მაგათ რა აქვს საჩივლელი? საჩივარი მე მაქვს. მამა პაპეულ საყდარს ტყვიას ესვრიან. რაც დაუნგრეველია, იმასაც მინგრევენ და მიპუჭებენ. ამასაც არ მაჯერებენ. ნანგრევების შილმი აქვთ. კარგი ბატონო. რახან შენი ბრძანებაა, წაიღონ ქვები, მაგრამ ამ ერთ ქვას ხელი არ ახლონ. ის დავით აღმაშენებლისა. მამა სახლისო, შენ თუ სოფლის თავკაცი ხარ და სოფლის ჭირი მართლა გაწუხებს. უნდა ადგე, უფროსებთან წახვიდე და ეს ამბავი აცნობო. ან თვითონ ასისტავს უნდა მოთხოვო პასუხი სოფლის სახელით. სტუი! ეკლესიას ტყვიას არავინ ესვრის. აბა, გაიხედე, აქეთ იქით. ირგვლივ სოფელია, ხო? სად უნდა ივარჯიშოს, ჯარბ, ჰა? ასისტავს რაზმი აგერ ამ მინდორში გამოხავს სავარჯიშოთ. რატომ? იმიტომ რომ აქეთ სოფელი არ არის. ერთი ეს ეკლესია დგას და ტყე და მინდორი. თოფს ისვრიან ტყისკენ, რათა ადამიანი არ დაშავდეს. ტყისკენ კი არა. ბატონო, მოგზანდით. აქ და ნახეთ. შეიძლება ერთი ტყვია მოხდა, მე რა ვუხდ. ერთი ტყვია ეკლესიას ვერაფერს დააგნებს, მაგრამ ადამიანს რომ მოხდეს, მოკლავს, ხომ ასია? რაც მთავარია, ამ ეკლესიაში წირვალოცო არ არის. რაც ჩვენი მღვდელი მოგდა, წირავდა ვინმე? სალოცავად, სხვაგან დადიანეგენ. აქ სხვა ანგარიშია. გიორგობას საკლავი მოაქვთ აქ. ეკლესიის გასაღები გურკოჩიას უდავს ჯიბეში და შემოსავალიც გვარიანი აქვსო, ამბობენ. აი, თურმე რა ყოფილა. თურმე რისთვის ეხავს განგაშს და რისთვის იქნევს კომბატს. რომელი მღვდელი შენ მყავხარ, რომ საკლავი აკურთხო, ჰა? ხო, ვითომ არიცით, რომ აქ ნაკურთხის საკლავი მოყავთ. მღვდელი რომ მოგდა, გასაღები მე დამიტოვა. ვითომ ესეც ახალი ამბავია თქვენთვის. გქონდეთ ეს გასაღები თუ გინდათ. იმ ქვას კი მაინც არ მოგცემ, სულ ერთია. შენ პასუხი უნდა აგო ცრუ მღვდელობისათვის, რაც მთავარია ურჩევისათვის. ჩვენ ახლა აქ ქვის წაღება არ წაღებისათვის არ შეგვრებილ ვართ. ქვაგი არა. ამ კაცს დანაშაული აქვს ჩადენილი და პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამის შემდეგ ჩვენ ქვას გვინდა წავიღებთ, გვინდა არა. გამოგვაქვს განაჩენი. საველე სასამართლო, რომლის შემადგენლობაში შედიან მამასახლის იგივე მოსამართლე და მამასახლისის პირველი და მეორე თანაშემწეები, იგივე მსაჯულები ადგენს. ამ სოფლის მკვიდრი ბრალდებული გურკოჩია ჯავა გადაუდგა სოფელს. გადიდგულდა და დაიწყო ურჩობა.
შეურაცხო ასის თავის კაცები. არ შეასრულა მამასახლისის ბრძანება, მაგრამ ასის თავი მოწყალია, ასის თავმა აპატია გურკოჩიას ურჩობა. გაითვალისწინა მისი ოჯახური მდგომარეობა, წარსული. ასაკი და სოფლიდან გასახლება შეუცვალა სასახლის მშენებლობაზე მუშაობით. ეს თითქმის თავისუფლებაა გურკოჩია. ეკლესიისათვის იმუშავებ თუ ასის თავისათვის, სულ ერთი არ არის? რაგი ასის თავმა გურკოჩიას ყველაფერი აბადია. სოფლის თავკაცებმა პატივისცემის ნიშნად უნდა დავადგინოთ შემდეგი. აგერ ჩვენს დანგრეული ეკლესიასთან თეთრი ქვები რომ ხღრია, ეს ქვები და სამრეკლოდან ჩამოვარდნილი ეგრეთ წოდებული დავით აღმაშენებლის ქვაც უნდა გაუგზავნოთ ასის თავს. თავისი სასახლის მჭის თაღის ამოსარჩენებლად. გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს ახლავე. არ დაგანებებთ ამ ქვას. სასამართლოთი და ასის თავით ვერ შემაშინებ. ქვა სამრეკლოსია. დღეს თუ არა ხვალ აი მანდ კედლის ხურცზე უნდა ჩავდოთ და ჩავაშენოთ. ასის თავს ნება არ აქვს. ქვა მიისაკუთრო. ხომ გითხარით. ესვრიან მეთქი. თქვა უღმერთოება. მაინც ამ ქვაზე დავლევ სულს. დაც შემდგომად ამისა ანუ მეფემან ანუ მთავარმან ანუ ეპისკოპოსმან გინა მონაზონმან გინა ხელისუფალმან ვინ თუნდა გლეხმან და თუნდა აზნაურმან ანუ ანდერძი ესე ჩემი შეცვალება დიურვოს ანუ ვინ საურავი მოუღოს ანუ ქრთამისათვის ანუ თუთვით იქმოდეს ანუ მძლავრებით და ანუ თუ ღვთისმსახურებასა რას მიაჩვენებდეს ანუ მღვიმესაში განსადგომად იურვოდეს ანუ თავისათვის რადმე მოსახმარებლად ანუ გარეშე მონაზვნისა მწიგნო ბართუხუცესისა სასაუბროსა ვინმე იკადრებდეს რაი გვარგინდა ვინ იყოს პირველად შენ დაუსაბამო და დაუსრულებელო ღმერთო მიაწიე რისხვაი შენი დაუსრულებლად მის ზედა ნუმცა უხილავს ნათელი ღმრთებისა შენისაი ნუმცა მიეცე მის წყალობაი შენი ნუცა ცვარისაგან ზეცისა ნუცა ნაყოფისაგან ქვეყანისა იყავ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნაშობნი მისნი მოსასრველ მოლოდება საშინა წყალობისასა რისხვაი შენი ეწიენ გონებისა ცნობისა და ხედვისაგან ოხერ ყავ იგი ღმერთო დიდ საქმეს აკეთებთ, ბატონო პანტე, მამული შვილურ საქმეს. როგორც კი მომცემ, ძველი შტატს პირველ რიგში
თქვენთან გაკმაყოფილებთ. ოხვა მეკარი მართალია, ახლა არ არის კულტურის ძეგლი, ჩვენი საღრიცხვიც არ აქვს, მაგრამ მაინც სიძველია. რაიონში ახლა იმდენი ძვირფასი ძეგლია, ვერ ავდივართ. ამიტომ თქვენი შრომა დაუფასებელი. თქვენ ჩვენი აქტივისტი ბრძანდები და ოხვა მეკარს სწორედ თქვენ უნდა უპატრონოთ. ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც თავის წინაპრები უყვარს, არ შეიძლება გულგრილი შესკეროდეს წარსულის ძვირფას მემკვიდრეობას. ბატონო გრიშა. დიახ. თქვენ ფოტოგრაფს მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის 2 წლის წინათ გადავაღებინე ოხვა მეკარის ფოტოსურათები. დიახ. მუზეუმში კი ეს ფოტოსურათები დღესაც არ ჩანს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ევალებოდა მოეგვარებინა ეს საქმე. დიახ. მაშინ ჩემი ფეხით მივედი მუზეუმში, წავიყვანე ფოტოგრაფი, გადავაღებინე სურათები, დაიკარგა და ფოტოგრაფია. ერთი წუთით, უკაცრავად. დირექტორი მომიძებნეთ. არ არის? გასულია? სად არის? მოძებნეთ და მოვიდეს ჩემთან, სასწრაფოდ. ხო. თავარი იცით რა არის, ბატონო პანტე. ახლა ჩემგან არ გესწავლებათ. თავარი მაინც ვაშკაცობა. თუ ვაშკაცი არ არის, მუზეუმის დირექტორად კი არა. ამირ სპასალარად რომ დანიშნოთ, საქმეს ვერ გააკეთებს. უნდა მივახციოთ იმას, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს ხალხის წინაშე. ხალხი ბრძენია, ხალხი ღვაწლს არ დაგიკარგავს. დიახ. 2 წლის წინათ ზუსტად აი ასეთი საუბარი გქონდა აქ ამ კაბინეტში. მახსოვს კი. მაშინაც დარეკეთ თქვენ მუზეუმში, მაშინაც არ იყო დირექტორი, გასული იყო და დაიბარეთ სასწრაფოდ. კი ბატონო, დიახ. ვიცი, არ გცალიათ ოხვა მეკარისათვის. და იმაში მაინც დამეხმარეთ. ხელი არ შემიშალონ. რაც მე გავაკეთე ის არ წამართვან. სანამი აქ ვარ, ხელს ვერავინ გახლებთ ბატონო პანტე. ოღონდ ოხვა მეკარი უფრო უკეთ უნდა მოვაწყოთ. ახლა ოხვა მეკარს მარტო შემოღობა არ უშველის. ის უნდა ვაქციოთ მუზეუმად ღიაცის ქვეშ. მუზეუმად? დიახ, ჩემო ბატონო. უნდა დავიხმაროთ სოფლის კომკავშირული და პიონერული ორგანიზაციები და ოხვა მეკარში გავმართოთ მუზეუმი ღიაცის ქვეშ. მივიყვანოთ ბატონო რაიონის მოსწავლეების საექსკურსიოდ, სხვა რაიონებიდანაც მოვიწვიოთ სტუმრები და უძახოთ მწერლებს, კომპოზიტორებს, მხატვრებს, მოვაწყოთ შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან, ერთი სიტყვით კულტურისკერად ვაქციოთ. აი რა არის მთავარი ბატონო პანტე. თქვენ პირშაქარი ბატონო გრიშა, მაგრამ ვინ უნდა აქციოს ოხვა მეკარი კულტურისკერად? მე? რა თქმა უნდა, დიახ. მოგახსენებთ. მე და თქვენ ამას ვერ შევძლებთ ბატონო. ყველამ უნდა გავაკეთოთ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. კაცო ბოლოს. ოხვა მეკარის დანგრეული ეკლესია კი არ არის მთავარი. იტალიაში ბატონო ასეთ ეკლესიებს ბენზინს გადაასხამენ და წვავენ თურმე. ყოფილ ხართ იტალიაში? არა. აი ბატონო პანტე, მე ვიყავი ტურისტული საგზურით. საჯინი ბოებიც კი უკეთესად აქვს დაშენებული. ცხადია, ოხვა მეკარისათვის თავის გამოდება თუ საქმეს სოფლიო მასშტაბით შევხედავთ, ღიმილს გამოიწვევს საერთოდ. ამიტომ ქართველებს ცოტა თამდაბლობა გვმართებს. გაყოყოჩებას სიკეთეს არავის მოუტანს. მართალი ბრძანდებით, გაყოყოჩებას სიკეთეს არავის მოუტანს. ხო და ახლა ეკლესიის ეზოში რაღაც თქვა აგდიაო. ის თქვა დათიკო ვასილიც ჭირდებაო. ამის გულისთვის ახლა ვაი უშველებელი ავტეხოთ. ამას ვინ მოგვიწონებს ახლა? და ბოლოს იქ თქვა კი არ არის მთავარი. ახლა რა გამოდის? თქვენ ერთი ადამიანი ხართ პატრიოტი, დანარჩენები არა? აბა რა ვართ ბატონო? რისთვის ვიღწვით და ვიბრძვით კაცო? მე ძალიან უხალხულია ბატონო პანტე. ახლა მე გიჩეთ ცოტა თავი შეიკავო. რა ვინ გეუბნებათ რომ თქვენ პატრიოტები არა ხარ და მე ვარ პატრიოტი. არა, ასე გამოდის ბატონო, ასე გამოდის. ის დავით აღმაშენებლის ქვა სამრეკლოდანაა ჩამოვარდნილი. იყოს ის ქვა იქ, საცა.
ვინიც ის სხვა რისთვის დაგჭირდება? სხვას მე არაფერს არ ვამბობ. მე კი მინახავს მე ის თქვა იმ სამრეკლოსაც ვიხსენებ ახლა თანდათან. იცით რა ვქნათ ბატონო პანტე? მოდით მივცეთ ის თქვა თათიკო ვასილიჩს. ახლა მე და თქვენ ხომ ვიცით რომ ოხვამეკარის არც ეკლესია და არც სამრეკლო არაფერი ძეგლი არ არის. არ გეთანხმები მაგაში. თქვენ მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია რომ ოხვამეკარი ისტორიული ღირებულების ძეგლი არ არის. მე თქვენი თანხმობა არაფერს შეცვლის ბატონო პანტე. ახლა მე გირჩევთ, დამშვიდეთ და საღათი ფიქროთ ამ საკითხს. ჩემი თანხმობა იმას შეცვლის რომ ბუხრის მოსაპიკეთებლად დავით აღმაშენებელის ქვას არ დაგამტვრევინებ. მოითმინეთ ბატონო, მოითმინეთ. და მე ჩემთვის ის ქვა არ მithოვია ბატონო. ვითხოვეთ თქვენთვის, თქვენი ოჯახისათვის, თქვენი შვილისთვის. რა საჭიროა ბატონო ასეთი გილო? ბუხრისთვის ქვას არ დაგამტვრევინებთ. ახლა ვითომ თქვენ გესმით ძეგლების ნიშნულობა და ჩვენ არა? რატომ აძლევთ თავს ამდენის უფლებას ბატონო პანტე? რატომ უწევთ ხმას? უდიერად მოგეკეცით? გაგადრეთ რამე? და პირიქით, მადლობა უნდა მითხრათ რომ თქვენთვის უსრულნავ. უნდა იცოდეთ ვინ არის თქვენი ავის მსურველი და ვინ კეთილისა. აბა, იმ ქვას ვერ მოგცემთ თუნდაც ჩემი შვილისთვის. წავედი მე. მოითმინეთ ბატონო. მიდიხართ და მართლა მიდიხართ. რატომ გაძრულობთ ამას? მე გირჩევთ არ წახვიდეთ. კარგი. დავჯექი ბატონო. ვერ რაგნებავთ. რომ გაიძახეთ ახლა და გიჟინებიათ რომ ვერ მოგცემთ. რა უფლებით გამაგებინეთ? სახელმწიფო ქონების მიტაცების ნება ვინ მოგცათ? ვისი ნებართვით შემოაკავეთ სახელმწიფო მიწა? ცაცხვისა და სკოლის ისტორიას ჩვენ ვერ გავიმეორებთ ბატონო პანტე. გაფრთხილებთ. ამისათვის არ გვცალია ჩვენ. ბოლოს და ბოლოს ოხვამეკარს თვითონ მოუვლით. თუ ის გამართლა დავით აღმაშენებლის ხელმონაკიდებია, მუზეუმში დავდებ და ის იქნება. გასაგებია. აბარა. ახლა ხომ შემიძლია წავიდეთ? არა ბატონო, არ შეიძლება. ბატონო გრიშა. გისმენთ ბატონო, გისმენთ. რაიმე გაუგებრობა რო არ მოხდეს, მართლა ცაცხვისა და სკოლის ისტორია რომ არ განმეორდეს. აქედანვე გაფრთხილებთ. იმ ქვას არავის მიცემ და არ გეწყინოს. კი ბატონო, ნუ მისცემთ. ოღონდ ხალხის ყმაში ნუ ჩავაგდებთ და ნუ დაიჭერთ ისეთ პოზას თითქოს თქვენს მეც არავის უყვარდეს ბატონო წარსული. არავინ იცავდეს ძეგლებს. სხვა არა იყოს რა ძეგლთა დაცვის თავმჯდომარე ვარ და მე სად არის ეს თქვენი საზოგადოება ბატონო? ძეგლებს რატო არ იცავს? ღმერთო ჩემო. სანამდე შეიძლება ერთი და იგივე ვილაპარაკოთ ახლა. ჩვენ ვიცავთ ძეგლებს და არა ქვებს. თქვენ რომ დავით აღმაშენებლისას ეძახით, ის ქვა ძეგლი კი არა, უბრალო ქვა. დავით აღმაშენებელს რა უნდოდა ბატონო? ოხვამეკარიში. არ გსვენიათ ბატონო პანტე? მასწავლებელმა კაცმა საქართველოს ისტორია არ იცი და პრეტენზია კი დიდი გაქვთ. ქუთაისსაკეთ არ ყოფილა დავით აღმაშენებელი ბოლოს და ბოლოს. აგვევსო მოთმინების ფიალა, მარტო მე კი არა მთელ რაიონს. უფრო მეცაც გეტყვით, არ იცით საერთოდ რა არის ძეგლი. ეს თქვენ გონიათ, იცავთ. სინამდვილეში აფუჭებთ ბატონო, ანადგურებთ მას. აბა, ესეც ახალი ამბავი. აბა, საყდარი კრამით იტყופილა გადახურული. თქვენ რა ქენეთ? შიფერი გადაგიფარებიათ. ნახევარი კრამიტია, ნახევარი შიფერი. ასე საკუთარი საღორის გადახურვა არ შეიძლება. ნუ თუ ამდენი არ გესმით. სამისოთ საგანგებო დაწესებულება არსებობს თბილისში. ვინ იცის? რაზიანი მიაყენეთ ძეგლს? მე ძალიან წუხარ ბატონო პანტე, რომ თქვენთან ასეთი მშვიდი დამარწმუნებელი საუბარი არ შეიძლება. იძულებული ვართ გამხილოთ და ნიღაბი აგხადოთ. ნაზიკო, შემოიყვანე ერთი ნოე და ბუჯუ. მობრძანდით ბატონო, მობრძანდით. გაგიმარჯოთ, მობრძანდით. მობრძანდით ბატონო ნოე, ბუჯუ შემოდი. დაბრძანდით ბატონო. აი, აქ დაბრძანდით. მობრძანდით. ბატონებო, ვინმე სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი იმას, რაც აქ.
ახლა თქვენ შემოსვლამდე ჩემს თვალწინ ჩაიდინა პედაგოგმა პანტე ჯავამ. დიახ ბატონო. შეურაცხყოფა მიაყენა ყველა ჩვენთაგანისათვის მისაბად ხელმძღვანელს. რაიონში თითით საჩვენებელ ადამიანს გრიშა ფეტელავას. შემპირდით ყველაფრის გაკეთებას და არაფერი გაგიკეთებიათო. ასე უთხრა პირდაპირ. ესე იგი, რაიონის კულტურის განყოფილების გამგეს, კულტურის დამსახურებულ მუშაკს უწოდა არაფრის გამკეთებელი, უსაქმური. ძველ დროში თანამდებობის პირის შეურაცხმყოფელი საკადრისად ისჯებოდა. კარგი იყო ეს. ყველაფერი კი არ უნდა უარყოთ წარსულიდან. სხვათა შორის პანტე ჯავასათვის ეს არ არის შემთხვევითი. შემომხედეთ, მოხუცი კაცი ვიცავ ძეგლებს, სახელმწიფო კი ვისაც კონსტიტუციით ეს ევალება არ იცავსო. აბა, მე დაბნეული ვარ ბატონო გრიშა. წილს წამებენ არა რომელიმე ერთ დაწესებულებას, არა რომელიმე ერთ ხელმძღვანელს, არამედ საბჭოთა სახელმწიფოს. მე მგონი სათანადო დასკვნა დროზე უნდა გავაკეთოთ. კი. ამ გადარიეს. ხო და აბა გთხოვთ ახლა ბატონო ნოე, გთხოვთ. აბა ინებეთ ახლა. მე დავიბენი ბატონო გრიშა. არ ვიცი რაზე ვილაპარაკო. ისიც კი არ ვიცი რისთვის დამიბარეთ. როგორ ბატონო? თქვენი მეგობარი კაცია, პედაგოგი. განუდგა საზოგადოებას, მიატოვა სკოლა. არაფრათვლის მეგობრებს, სილსამებს და ჩირკს ცხებს ჩვენს სინამდვილეს. აი, თქვენ პედაგოგმა, პარტიის წევრმა არ იცით რა ზეილაპარაკოთ? არა, როგორ არ ვიცი. უცებ ვერ ვუპოვეს სადავე სიტყვას. როგორ კაცო? აგერ არის პანტე და თვითონვე გეტყვით. რამდენჯერ ვთხოვე, დაანებე თავი მაქვას და პედაგოგობას დაუბრუნდი მეთქი. მერე? არ მომისმინა, როგორც ჩანს, გზასაც და ადამიანი. მე პირადად ვგმობ მის საქციელს. კეთილი ჩემო ბატონო, მაგრამ ქვაზე რატომ არაფერს ამბობთ ბატონო ნოე? ქვაზე. მაგას რა თქმა უნდა. ოხვამაიკარი კულტურის ძეგლია და ის თქვენ გეკუთვნით. აი თურმე ვინ ყოფილხარ? არა, მე იმას კი არ ვამბობ. პანტე ცუდი კაცია მეთქი, მაგრამ პედაგოგობისათვის თავი არ უნდა გაგენებებინა. რაც მართალია, მართალია. ამაში დამნაშავე ხარ. პედაგოგობაზე ძვირფასი ჩვენთვის არაფერია. არის უფრო ძვირფასიც, ნოე, არის. მოითმინეთ, ბატონო, მოითმინეთ. მაშას ადამემ ბატონი ნოე ფიქრობს, რომ ბატონი პანტე ჯავა გზასაცდენილი ადამიანია. გმობს მის საქციელს და მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის ქვის გამო ატეხილი ხმაური დემაგოგია. ასე შეიძლება ეს. ახლა ბრძანეთ თქვენ ბუჭუ, ისმენთ. ფაქტებით უნდა ვილაპარაკოთ ბატონო გრიშა. რა თქმა უნდა, ბრძანეთ ბატონო. მეურნეობის ხელმძღვანელობისა და თქვენი დავალებით გამომაქვს ეს საბუთების ააშკარავება. დიახ ბატონო, დიახ. საქმე შეეხება არა მარტო ქვას და არა მარტო კულტურის ძეგლს, არამედ სახელმწიფო ქონების მიტაცებას. კმარა. ამის მოსმენა უკვე შეუძლებელია. ბატონო პანტე, თქვენ საკუთარ სახლში კი არ ახართ. კეთილი ინებეთ და მოისმინეთ. განაგრძეთ ბატონო. როგორც თქვენთვის ცნობილია, ოხვამეკარის ნაგებობანი და ნანგრევები, მათ შორის ის ქვაც, სახელმწიფო ქონებაა და შეფასებულია დიდ თანხად. დიახ ბატონო. ასევე ფასეულია სათითაოდ აღრიცხული და მეურნეობის ბუღალტერიაში გატარებული ოხვამეკარის მწვანე ნარგავებიც. საბუთები ბატონო, აგერა. შემდეგ ბატონო, შემდეგ. და რაც მთავარია, ოხვამეკარის ტერიტორია სულ მთლიანად მოიცავს 0.3 ჰექტარს. ესე იგი თითქმის 9 ჰექტარი მიწა მითვისებული აქვს ერთ ადამიანს. წარმოგიდგენიათ ესო? სულ ოხვამეკარი შეფასებულია 10,000 მონეტად. ახლა დასკვნა თქვენ გააკეთეთ ბატონო. ცრუობს ეს ყმაწვილი. ცრუობს. მოითმინეთ ბატონო, მოითმინეთ. არაფერი არ ქონდა მეურნეობას აღრიცხული და მით უმეტეს შეფასებული. მეურნეობას კი არა, კულტურის განყოფილებას არ აქვს აღრიცხული ეს ძეგლი. მოითმინეთ ბატონო. წლების განმავლობაში ოხვამეკარი მიგდებული იყო უპატრონოდ ეს საბუთები ახლა შეთითხა.
ახლა შეთითხნილი, ახლა დაგჭირდა და მოგინდათ პატრონობა. მოითმინეთ ბატონო, მოგინდათ პატრონობა. ჯერ არ დამთავრებია. კიდევ ერთი საბუთია. ძანეთ გისმეთ. პანტე ჯავას ეკლესიის ეზო და ოხვამეყარის ფერდობები გამოყენებული აქვს საკუთარი ძროხების საბალახოდ. უფრო მეტიც შარშან ოხვამეყარის ფერდობები დაამუშავა და სიმინდი კალისტრა ჯავას ჩელტიანი ურმით ჩამოიტანა ოხვამეყარიდან. 3 გზობა. წარმოგიდგენია, კაცო? დიახ, ეს. აი ამ საბუთებს ხელს აწერს მეურნეობის დირექტორი, მთავარი ბუღალტერი და ადგილკომის თავმჯდომარე. ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეა. ბატონო პანტე, ბატონო გრიშა, თუ შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ კულტურის განყოფილება ასეთი წინადადებით უნდა შევიდეს აღმასკომში. გისმენთ? ჩამოერთვას მოქალაქე პანტე ჯავას თვითნებურად მიტაცებული სახელმწიფო მიწა, ოხვა მეკარის ნაგებობანი და დავით აღმაშენებლის ქვა. დასახელებული ობიექტები ჩაითვალოს ძეგლად და გადაეცეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მოქალაქე პანტე ჯავას საქმე მიწისა და სახელმწიფო ქონების მიტაცების თაობაზე გაეგზავნოს პროკურატურას. ერთი ტყვია ეკლესიას ვერაფერს დააგდებს. ერთი ტყვია ეკლესიას ვერაფერს დააგდებს. შენ პასუხი უნდა აგო ურჩობისათვის. 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 გჭირდება ეს ტყუილი, გჭირდება ტყუილი ოჯახისთვის, საქმისთვის, ადამიანისთვის, გჭირდება ეს ტყუილი, გჭირდება, გჭირდება, გჭირდება ტყუილი. ხომ გითხარით ეს რიან მეთქი. ხომ გითხარით ეს რიან მეთქი. ხომ გითხარით ეს რიან მეთქი. პირველად შენ დაუსაბამო და დაუსრულებელო ღმერთო, მიაწიე რისხვაი შენი დაუსრულებელად მისცედა, ნუმცა უხილავს ნათელი ღმრთებისა შენისაი, ნუმცა მიეცე მის წყალობაი შენი ნუცა ცვარისაგან ზეცისა, ნუცა ნაყოფისაგან ქვეყანისა. იყავნ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნაშობნი მისნი მოსასრվել. მოლოდებასა შინა წყალობისასა რისხვაი შენი ეწიენ, გონებისა, ცნობისა და ხედვისაგან ოხერ ყავიგი, ღმერთო. უნდა ვიჩქარო, რაც შეიძლება მალე ჩავდგა ის ქვა თავის ადგილზე და ჩავკირო, თორემ ესენი თავისას გაიტანე. უნდა ჩავკირო. მაწვილო, ერთი წუთით შეჩერდი, რაღაც უნდა გითხრა. გამარჯობათ, პანტე მასწავლებელო. რა მოხდა? რაზე შეწუხებულ ხარ? ხომ გახსოვს? ამას წინათ დავით აღმაშენებლის ქვაზე რომ გელაპარაკებოდი. ამას წინათ კი არა, პანტე მასწავლებელო, სკოლაშიც. სულმა ქვაზე არ გვიამბობდი? არა, სახმროდ საქმე. უნდა ვიჩქაროთ, თორემ დაკარგავს იმ ქვას ქვეყანა. პანტე მასწავლებელო, იმდენი სიკეთე მახსოვს თქვენგან. ნეტა რა უნდა ვთხოვთ, რომ არ შეგისურვოთ? რა გჭირდება? რა და ცემენტი ქვიშა კი ყრია იქ. ისეთი ცემენტი მაქვს ენგურხეს მშენებლობიდან წამოღებული მაღალი საკითხის. კარგია ბა. ნაშუა დღებს ოხვამეკარში გელოდები.
ხვედი ბიჭო. შილო აქეთ შემოდი. აქეთ. ჰო, გაჩერე. ბაგირით წამოვიღე. მოდით მომეხმარეთ ერთი ფეშა მოვდოთ ამ ქვას. კარგია. ახლა სამრეკლოზე ადი. ეგ დუღაბიც აიტანე. ცოტა ახლოს მოიტანე, ახლოს. დუღაბი ჩაასხი. მიკარნახეთ. ვირა და მაინა. თორე ვერ ხედა. ვირა. ახლა. მაინა. კარგია. ოცა. კარგი საქმე გავაკეთეთ. დიდი მადლობა. შეგიძლია ხა წავიდე. აბა კარგად იყავით პანტემასწავლებელო. ესეც ასე. კარგად კი ჩაჯდა. კიდრაც შეიკრა და შედუღაბდა. ახლა ავალ და გვერდებს ამოულესო. ერთი ამ ღრიჭოსაც ამოვავსებ. ასე. აი ამასაც. საკვირველი ის იყო. კაცი უპატრონოდ. სოფლის ბოლოს მინდორში კვდებოდა და პირი კი უცინოდა. სახე გაბადროდა თითქოს ქორწილში მიდიოდა. ასეთი სიკვდილი თავისით რომ არ მოსულიყო, უნდა გამომეგონაო ფიქრობდა. სიცოცხლეში ხომ თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებდა. არ უჯერებდნენ. ეჭვით უცქეროდნენ. ხან ინტრიგანს ეძახდნენ, ხანაც კარიერისტს, ხან რას და ხან რას. ასეთი მოულოდნელი სიკვდილი კი ყველაფერს მარჯვედ უარყოფდა და თავარს დაამტკიცებდა. თითქოს მისი მოღვაწეობის ლოგიკური დასასრული სიკვდილი იყო. თუ სოფელი და ხალხი ვერ ჩაწუდებოდა, ვერ გაიგებდა ამ სიკვდილის აზრს, ანდრი ხომ მიხვდებოდა. ანდრის ხომ მაინც დაუმტკიცებდა თავის სიმართლეს. ხომ უჩვენებდა მაგალითს, შვილიშვილებს ხომ უამბობდნენ დავით აღმაშენებლის ქვის ამბავს. ვალმოხდილი, პირნათელი და გამარჯვებული მიდიოდა იმ ქვეყანას. პანტემჩუმჩუმად გმირადაც კი წარმოიდგინა თავი. გმირი სიკვდილით კვდებოდა. მას უკეთეს სიკვდილს ვერ წინადრებდა ადამიანი. საიდანღაც ცხენების ჭიხვინი შემოესმა. საუკუნო მდუმარებიდან და უკუნეთიდან ჭიხვინებდნენ ცხენები. დიდგორის ველზე 200 ცხენოსანი გამოსულიყო. მხედრები ცხენებს თავს ძლივს უმაგრებდნენ. ლაგმებს გლეჯდნენ, მიწას ტორავდნენ. ბრძოლის ჟინით ავსებულიყვნენ. მხედრებს შორის პანტემ თავისი თავიც დაინახა. თეთრ ცხენზე იჯდა და ლაგამი ჩაემხუჭა. ურჯულოებს ეგონათ, რომ დავით აღმაშენებელმა ცხენოსნები მოსათათბირებლად გამოგზავნა. პანტემ პირველმა იძრო ხმალი. პირველმა შესძახა მცირე სპასს, ჰყა მაგასა. გვიანღა მიხვდნენ გადამთიელნი, რომ ქართველებმა ხერხი იხმარეს. მცირე სპის კივილზე დავით აღმაშენებლის 40,000-იანი ლაშქარით დაიძრა და აი დედასა.
პანტე ვერ მოესწრო. პანტე სისხლისაგან იცლებოდა. პანტეს თვალთუბნელდებოდა თორემ. დიდგორის ველზე სისხლისფერი დროშა ფრიალებდა. თქვენ მოისმინეთ ნოდარ წულეისკირის პიესა დავით აღმაშენებლის ქვა. მონაწილეობდნენ გიზო სიხარულიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ტარიელ საყვარელიძე, ლეო ფილფანი, ლეო ანთაძე, რევაზ თავართქილაძე, გურამ ხურცილავა, თემურ ნაცვლიშვილი, სლავა ნათენაძე, სოსო ხაინდრავა, უშანგი კაპანაძე. რეჟისორი ზურაბ კანდელაკი. ხმის რეჟისორი რომეო ტერგრიგორიანი. მუსიკალური განფორმებელი ლალის ეთურიძე. რადიოდადგმა ჩაწერილია 1988 წელს. საზოგადოებრივი რადიო 2008 წელი. 2008 წელი. 2008 წელი. 2008 წელი. 2008 წელი.